შეხვედრას, რომელსაც ძირითადად ისტორიკოსები, სოციოლოგები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი მანანა ლომაძე უძღვებოდნენ. თემა, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, გურული გლეხების მიერ ორგანიზებული სოციალური მოძრაობები გახდათ. უმთავრესი ადგილი 1905 წლის მოვლენებს დაეთმო და ითქვა ისიც, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას სოციალურს უწოდებთ, გლეხთა აჯანყებას უფრო სერიოზული პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა, რომელმაც შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული ამინდი შექმნა. გაშორდა ბახვის ცნობილი მანიფესტის თემაც, სადაც აღნიშნულ მოთხოვნებს შორის საკმაოდ ბევრი გახდა თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან მისადაგებული, მათგან კი განსაკუთრებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყო ნიშანდობლივი. შეხვედრის მასპინძლებმა და სტუმრებმა მაშინდელ მოძრაობასა და დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებს შორისაც გაავლეს პარალელები და აღნიშნეს, რომ თანამედროვე სამოქალაქო მოძრაობებს ჰორიზონტალური პრინციპი, ანუ თანასწორობა აკლია და ერთგვარ ელიტურ მოძრაობად არის მიჩნეული, რაც საბოლოოდ შედეგების დადგომას უშლის ხელს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი პოლიტიკური წარსული. მნიშვნელოვანი არა მარტო გურიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. დღევანდელ სამოქალაქო სექტორს სწორედ ეგ აკლია, უფრო მეტი კავშირი უნდა ქონდეს საზოგადოებასთან და არ უნდა იყოს ისეთი ელიტური, როგორც ის დღეს არის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სწორედ მაშინდელი სამოქალაქო მოძრაობებიდან ეს თანასწორობა, ჰორიზონტალურობა და მეტი სამოქალაქო ჩართულობა ამ ყველა პოლიტიკურ პროცესში. გურია საერთოდ პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. ამიტომ დღევანდელი დისკუსია ამ მხრივ ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო, მით უმეტეს შეეხებოდა ისტორიის ისეთ ფურცელს, რომელიც ეს არის 1905 წლის რევოლუციის შესახებ. ეს არ შეიძლება ამოიღოს ისტორიიდან, რადგან მიყვება ეს ფაქტია, რომ არსებობს და განსაკუთრებით ჩვენი კუთხის შესახებ ამით უფრო წარმოჩინდება გურულები და დასავლეთი.